სახალხო დამცველის აპარატი ბავშვთა სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ წლებია, რაც სიღარიბის ხვარს მიღმა ყოფი ბავშვების მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენი თავის ანგარიშებში უშედეგოდ მიუთითებს. აპარატის წარმომადგენელი აჭარაში 1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქმეზე მოკვლევის დასრულებამდე რომელიმე პირის ან უწყების პასუხისმგებლობაზე საუბარი რთულია. უნდა გამოხატო უდიდესი მწუხარება ამ ფაქტთან დაკავშირებით და განვახცეთ იგივე საქართველოს სახალხო დამცველის ანალოგიური მოსაზრება. მას შემდეგ, რაც ჩვენ ცნობილი გახდა ეს შემთხვევა, ჩვენ რა თქმა უნდა დავინტერესდით სხვა ბავშვების მდგომარეობითაც ამავე ოჯახში და ჩვენს წარმომადგენელს ვთხოვეთ თვალი ედევნებინა, რომ სხვა ბავშვების უფლებები ყოფილიყო დაცული, მაგრამ კონკრეტულად რომელიმე ოჯახის ან ოჯახის წევრის პასუხისმგებლობის მე ვერ ვისაუბრებ, მანამ სანამ არ მოხდება ამ ფაქტის შესწავლა. 1 წლის გოგიტა აბაშიძე ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. მედიკოსთა განცხადებით, ბავშვის საავადმყოფოში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს. მათი ინფორმაციით, პაციენტის ორგანიზმის დასუსტება ხშირმა შიმშილობამ გამოიწვია. გოგიტას მშობლები ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოში კიდევ 4 შვილთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და არანაირ სოციალურ დახმარებას არ იღებენ. 1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებას თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება თბილისელების თავმჯდომარე, საქართველოში არსებულ დაბალ სამოქალაქო განათლებას და არასწორ სოციალურ და სამედიცინო მომსახურების პოლიტიკას უკავშირებს. ფრაქცია ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს საგანგებო რეჟიმში მოახერხოს საარსებო შემწეობის დანიშვნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის დაუყოვნებლივ ესაჭიროება. ტრაგიკულად დაღუპული პატარა გოგიტა აბაშიძე განზოგადებული მსხვერპლია დღემდე საქართველოში არსებული დაბალი სამოქალაქო განათლების, არასწორი სოციალური და სამედიცინო მომსახურების პოლიტიკის, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სწრაფ და ეფექტურ რეფორმებს საჭიროებს. ისრებად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც იცოდნენ ამ ოჯახის მდგომარეობა და არ მიიღეს შესაბამისი ზომები. ამხარის გამო მწუხარებას გამოთქვამენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, სოციალური დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ორგანოების გამართულად მუშაობისა და სამოქალაქო სექტორის აქტიურობის შემთხვევაში ასეთი შედეგი არ დადგებოდა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთათვის ქულების მინიჭების სისტემაში სამინისტრო ცვლილებებს უახლოეს მომავალში შეიტანს. სამწუხარო ფაქტი მოხდა და ეგეთი ფაქტები 21 საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა. აღნიშნულ სისტემას გააჩნია გარკვეული ხარვეზები. ამ ხარვეზების გადასახედად, რა თქმა უნდა, 1 და 2 ადამიანი არ არის საკმარისი, უნდა გაკეთდეს კვლევები, რომელსაც ალბათ გარკვეული პერიოდები დაჭირდება. იმიტომ რომ დღესვე რო შევიტანოთ ამ ფორმულაში ცვლილებები, შეიძლება უარესი შედეგებამდე მივიდეთ. შესაბამისად, უნდა დაждდეს გარკვეული ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ამ ცვლილებებს, ხოლო ეს ცვლილებები მერე შემდგომ როგორ იმუშავებს რეალობაში, ამას უნდა დააკვირდეს. ესე იგი, ერთი ეტაპი არის, რომ უახლოეს მომავალში გადავჭრათ გარკვეული საკითხები, მეორე კიდე უფრო გლობალური ცვლილებებს ალბათ გარკვეული პერიოდი დაჭირდება. გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო გარდაცვლილის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს რკინიგზის საავადმყოფოსა და 62 სკოლაში შეჭრილმა სოციალურად დაუცველებმა. სოლიდარობის გამოცხადებაც ზედმეტია. სირცხვილია ჩვენი სათითაო ადამიანისთვის, ეს არის სირცხვილი საქართველოს მოქალაქისთვის. აღარ გამეორდეს ეს უნდა რა. ეს პირველი ფაქტი არ იყო. ეს არის რაც მე ვიცი უკვე მეშვიდე ფაქტია. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, კვების დეფიციტი საქართველოში ბავშვებისთვის უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს. ფონდის სტატისტიკის მიხედვით, უკიდურეს სიღარიბეში საქართველოში თითქმის 77,000 ბავშვი ცხოვრობს. ფონდის განცხადებით, გოგიტას ამბავი სამწუხარო დასტურია იმისა, რომ სოციალური დაცვის სისტემა სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად ეფექტიანი არ არის. გაეროს ფონდი მოუწოდებს მთავრობას შემოიღოს ბავშვთა საყოველთაო შეღავათი ყველაზე დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად. ფონდის ინფორმაციით, აუცილებელია დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფა ბავშვის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.